ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟები კახეთის რეგიონის მასშტაბით აქტიურად მუშაობენ. ამჯერად მათ სიღნაღის ცენტრში მიუსაფარი ან მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა მოყვარების მიერ მიკედლებული ძაღლები ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინი დაამუშავეს. იმ ცხოველებს კი, რომელთაც იდენტიფიცირება და შესაბამისი გამოკვლევები ესაჭიროება, გურჯაანში ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც საჭიროების შემთხვევაში კასტრაცია, სტერილიზაცია ჩაუტარდება. ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ ძაღლებს ეკიპაჟები იმავე ადგილზე დააბრუნებენ. ვიმყოფებით ამჟამად სიღნაღის ცენტრში, სადაც მიმდინარეობს იდენტიფიცირებული და პასტურირებული ცხოველების, ესე იგი, ვაქცინაცია და ჩვენ ძირითადად ვახერხებთ, ესე იგი, იდენტიფიცირებული ძაღლების ვაქცინაციას, რომელიც კასტრირებული არის და რომელიც არ არის კასტრირებული და რომელიც არ არის იდენტიფიცირებული, ეს შესაბამის სამსახურებს გადაეყავთ თავშესაფარში, სადაც ხორციელდება მათი იდენტიფიკაცია, მათი სტერილიზაცია და გარკვეული რეაბილიტაციის შემდეგ ცხოველები უბრუნდებათ პატრონს. აღნიშნული პროცედურები ყველაფერი ტარდება შესაბამისი დოკუმენტაციის შევსების საფუძველზე. იგივე რომ პრეტენზია რაიმეს მიმართ მოსახლეობამ წაიყვანა, მოიყვანა და აღარ მოიყვანა, გამორიცხული არის და საბუთებისთან დაკავშირებით, დოკუმენტებთან დაკავშირებით ხორციელდება ყველაფერი ეს. შარშანაც იყო ეს პროგრამა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დადიოდნენ და ასტერილებდნენ და ამაშიც ნამდვილად კი ბატონო დაგვეხმარნენ და მეც ბევრი ძაღლი გავატანე, გაასტერილეს და რა თქმა უნდა მომიყვანეს კიდეც და იმედია ასეთი სისწორით და ასეთი ასეთი მიდგომით გავაგრძელებთ თანამშრომლობას, იმიტომ რომ მართლაც მიზანი ერთია, რომ არ უნდა იყოს ქუჩაში ამდენი მიუსაფარი ძაღლი, მაგრამ ეს აუცილებლად კარგი იქნება, რომ გაკონტროლდეს გარკვეული ბერკეტებით თავის დროზე სტერილიზაციით, თავის დროზე ვაქცინაციით და აუცილებლად უნდა განკონტროლდეს, რაც მთავარია ძაღლების ასე გზათა უკან დატოვებული მართლა ძალიან ბევრია. რაიმე ზომები უნდა მიივიღოთ, როგორც მოყვარულმა, ასევე სახელმწიფომ, ერთობლივად რა თქმა უნდა, ხო? შევთანხმდეთ იმაზე, რომ რაიმე სახის კონტროლი მოხდეს რა, მოკლედ, რომ არ დატოვონ ქუჩაში ამდენი მიუსაფარი ძაღლი. ყველასთვის რთულია.